სალამი მეგობრებო, სალამი. მოგესალმებით ჩვენი უმშვენიერესი რაჭიდან. დღეს გადავწყვიტეთ და ვითევზაოთ ნაკადულის კალმახზე. ეგრეთ წოდებულ წითელწინწკლიან, წითელპოპლობიან კალმახს, რომელიც არის თავისთავად ყველა მიცის. ეს არის წითელი ნუსხის სახეობა, წითელწიგშია შეტანილი გადაშენების პირას არის. შესაბამისად, მისი დაჭერა, სახში წამოღება, ესეთი რაღაცები არ შეიძლება და უნდა ვითევზაოთ სპორტულად. სპორტული თევზაობა მდგომარეობს იმაში, რომ თევზი უნდა დაუბრუნოთ მდინარეს. შესაბამისად, აღჭურვილობაც ისეთი უნდა გქონდეს, რომ არ დავაზიანოთ თევზი, რადგან თევზს თუ დავაზიანებთ და მერე გავუშვებთ, ის ვერ გადარჩება და აზრს კარგავს მისი გათავისუფლება და გამბუნებაში გაშვება. რაში მდგომარეობს ორი სიტყვით გეტყვით. ბევრმა თქვენთაგანმა იცის, მაგრამ ვინც არ იცის იმისთვისაც ვთქვათ, მაინც. ესე იგი, უნდა ვითევზაოთ სპორტული ნემსკავებით. ეს ნიშნავს ბარბლესი, ესე ქვია ლათინურად. უენო ნემსკავი, ესე რომ ვთქვათ ქართულად, უენო ნემსკავებით უნდა ვითევზაოთ. ასევე ხელით არ უნდა შევეხოთ, ეს მშრალი ხელით არ უნდა შევეხოთ გათავისუფლებისას კალმახს. ან სილიკონის ხეტად, მე ამ შემთხვევაში სილიკონის ხეტათმანი მაქვს, ვიდეოშიც გაჩვენებთ. ან უნდა დავისველოთ ხელი აუცილებლად, რადგან როგორც ამბობენ, ჩვენი ხელის ტემპერატურა და კალმახის ტემპერატურა მოგეხსენებათ ცივ წყალში ბინადრობს, განსხვავდება ერთმანეთისგან და შეიძლება დააზიანოს მისი კანი. ან გამოვიყენოთ, ყველაზე კარგი ვარიანტი ეს არის, გამოვიყენოთ სილიკონის ჩოგამბადე, ამასაც გაჩვენებთ, რომ საერთოდ რო არ შევეხოთ კალმახს, საერთოდ. ამასაც გაჩვენებთ უშუალოდ თევზაობის დროს. დარწმუნებული ვარო დავიჭერთ თევზს და ესე დარწმუნებით გეუბნებით, რომ აი გაჩვენებთ და რა. ნახოთ, მე მგონი რომ ეს მოვატყუართ, შეიძლება ბევრი ვერ დავიჭიროთ, მაგრამ რასაც დავიჭერთ, აუცილებლად გაჩვენებთ ვიდეოში. მოკლედ აბა ახლა დავიწყოთ ნელ-ნელა და ნახოთ რა შედეგები გვექნება. აი გამოჩნდა ჩვენი მდინარეც. რთული ჩასასვლელია ძალიან. სასიარულოდაც არ არის იული. იმიტომ რომ ამ მდინარეს მაღალი მთები, კანიონები აკრავს. შესაბამისად, სულ რამოდენიმე ჩასასვლელი არის, საიდანაც შეიძლება ჩახვიდე და მე წყალში უნდა იმოძებო აუცილებლად. სხვა ვარიანტი არ არის. გამომდინარე აქედან ეს ავადსახსენებელი ბრაკონიერები კარგად ვერ გადაადგილდებიან აქ და შესაბამისად კალმახიც შემოინახა ბუნება. ახლა დავიწყებთ თევზაობას. ნემა კი არა, ჩქარა დავიწყოთ, უკვე ესე დასწრებული კარგად და ნახოთ როგორი სიტუაცია გვექნება რა. ოპა. ძალიან კარგი. ომის კალმახი დავიჭერთ, არ გაიქცე. აი ხა გაჩვენებთ კალმახის გამოყვანის წესს. აი ეს. რა კარგი კალმახია, ნახეთ რა. ძალიან მაგარი ეგზემპლარი. ოპა. ხეთ რომ ხელა, ჰე? რა ლამაზია, როგორი წითელი და შავი წითელი ფარფლებზეც რომ აქვს გადასვლა. ზღაპრულად ლამაზი თევზი, ზღაპრულად. ახლა როგორ ვიქცევით? მოგეხსენებათ, ეს ნემსკავი არის. უენო, ნემსივით ერჯობა. შესაბამისად გაქცევებით ბევრია ხოლმე, მაგრამ ჯობია გაიქცეს, ვიდრე დავაზიანოთ. აი, ესე იოლად ამოვიდა. ეს გავათავისუფლეთ. თევზის სილიკონის ჩოგამბადეშია, არავის არაფერს არ უშავებს. არ სილიკონის ჩოგამბადე უშავებს თევზს არაფერს, იმიტომ რომ სრიალებს შიგნით თავისუფლად. ახლა ორი ფოტო გადავუღოთ ამ ჩვენს კალმახუნას. ძალიან ლამაზი არის და ძალიან კარგი ეგზემპლარი არის, ეს არ არის პატარა. ძალიან კარგი ეგზემპლარია.
და გავანთავისუფლოთ ჩვენი კალმახი. შევიდეთ ტელეფონი წყალში ჩავივაკეს. ეს ხდება ეს ამბავი, მოცოცხლდეს ცოტა, მოცოცხლდეს თვითონ მოძებნის გზას. ესეც ესე კალმახით წავიდა. ეს არის მთელი ამბავი. დავიჭირეთ. საკმაოდ კარგი კალმახია, კარგი. არ გაგვექცეს თავარია. ძალიან კარგი კალმახი. აბა. ეს წამოვიყვანოთ. გამექცა. შეცდომა მომივიდა და იმიტომ ვიჩქარე. აი როგორც კი ანკესი ჯოხი მაღლა აუწია, აი ვიგძენი რომ გაიქცეოდა რა. არა უშავს. შეცდომებზე ვსწავლობთ, შეცდომებზე. დავიჭირეთ. ერთი პატარა კალმახი დავიჭირეთ. ესეც ესე. ესეც კიდევ ერთი პატარა კალმახია. აბა დაუბრუნოთ დინარეს. წავიდა. დავიჭირეთ პატარა წყალში დავიჭირეთ. პატარა კალმახი. გაიძრო თვითონვე. წავიდა. კარგი კალმახის დავიჭირეთ. ეგრე შვენიერი ზომა. ესეც ესე. აბა თავისუფლად. გამოუძვრია სატყوارა, ხედავ შენ? სატყوارაც გამოუძვრია. ჩვენ გამოვიყვანოთ ჩვენი კალმახი. სილიკონის ხელთათმანი, აი ესე. მოიცე ერთი წამი გაგატელევიზორო. აი ესეთი. და დაუბრუნოთ თავის დინარეს. Якая типи, ай ჩასკიდება ხსალში. აი. ალამაზია სოფი. აი, კარგი კალმახი დავიჭირეთ უცებ აქვე. სიმაღლეზე ვარ, ხეწყალთან ვერ მივარ. ისევ გაინთავისუფლო. ავი. ახლა დავიჭირეთ. შემოგვიყვანია კი. აბა, დავით. გავაგზავნოთ აბა რაღაცა.
დავიჭირეთ კალმახით დავიჭირეთ და როგორ ჩქერში დავიჭირეთ ჩქერიანში ოპა აბა თავის თავისუფლებს თუ თავისუფლებს ვერ გამოიგდო საკوار ამასო საერთოდ არ არის აუცილებელი ხელის შეხება თევზზე. საერთოდ არ არის აუცილებელი ხელი შევახოთ თევზს. აი აქედანაც აი თუ გვინდათ ზემოთ წამოვწიოთ, ესე შეგვიძლია სილიკონიდან, სილიკონის ბადიდან აბსოლუტურად უნებლა ხელი საერთოდ არ ეხება. აბა დაუბრუნოთ Ois, garemos. Opa! Oi, me gaitsa. Gaitsa. Media gamochta sadidga. Ai პატარა გუბეებში. არაფრით ესე ვერდი არ უნდა აუაროს ადამიანმა, არა? აი საერთოდ რო არ ფიქრობ, რომ თევზი იქნება ის სწორედ იდგას ხოლმე ხშირად. ოპა! ესეც ვიცოდი. აიმე. ნახე შენ გაქცევით გაგვექცა მაგრამ შორს ვერ გაიქცა მოიცა გადაქსვა მოძრავი მოიცა იგი წყალში თუ ამაზე ის ხარტი არაფერი არ არის ოპა ესეც ესე გაიყო საკმაოდ კარგი ზომის კალმახი საკმაოდ აი აბა ხა ამის არ გაშვება იქნება რა იბრძოლა დაიომა გავიდა კარგი იყო აი რა ზღაპროლად გულას მოვეკით რა საოცარი ბუნება ალბათ კამერა კიდე ამ სილამაზეს ვერ აღიქვავს ისე როგორც სინამდვილეშია რა აი ფილმს გადაიღებ რაღაც იურული პერიოდის პირველი აი ხელშეუხებელი ბუნება უგინდა ვაჩვენო ადამიანებს აი ეს არის სრული ზღაპარი აი ხა ელფები ან ფერია ჯუჯები რო გამოვიდნენ საერთოდ არ გამიკვირდება ესეთი ლამაზი აქაურობა ზღაპრული აი თევზაობაში მოვედით აი ესეთ საოცარ ადგილს აი ესეთ ზღაპრულ ადგილს აი რამხელა ლოდები არის და მდინარე რო ლამაზად გამოდის აი სასწაული ადგილია რა აი ამიტომ მიყვარს ის მდინარეზე თევზაობა რა სასწაულია აბსოლუტურად ისეთ ადგილებს ნახულობ რასაც აი ფიზიკურად ვერ ნახავდი წყალში ვარ გადაადგილებული რა იმიტომ რომ აი ხლა აქ სადაც ვარ ფაქტობრივად გზა არ მოდის აქეთ კლდეა იქეთ კლდეა კლდეებია იქეთ აქეთ შუაში ამ მდინარეში თუ იული რა ერთადერთი ეს ამბავი მოკლედ საოცარი ადგილია რა აი ხლა ვაპირებ ამ ქვებზე ასვას მაღლა და ზემოთ რა პეიზაჟები გვექნება იმასაც გაჩვენებთ აუცილებლად საკმაოდ სახიფათო სასიარულო არის თუმცა მაინც არ მინდა ეს ადგილები გამოვტოვო სადაც შეიძლება რომ კალმახი იდგეს ოპ
ოპა. ეს ალმახის დავიჭირეთ. აუ საოცრება რა, სასწაული ადგილია რა. არ ვიცი რა მოკლედ. ალბათ 64 ეგეთია. აბა გავანთავისუფლოთ ჩვენი მეგობარი. გაინთავისუფლოთ თავისით. საწყო არა მოვიღოთ, საწყო არა რა დავაზიანოთ და ესეთი კაცი, სად მოვაგენით ამ თეებში და კლდეებში. ესეთი ტიპი. აუშვა. აქ არა იქეთ გაუშვა ცოტა. ოპა, ანაჩეს მიხედავს. არ გაუჭირდება. რა საოცარი ბუნება, რა ზღაპრული ბუნება. ამას შეხედეთ. საოცრება. ოპა, დავიჭირეთ, კალმახის დავიჭირეთ. არ უნდა გადაგვა, აქ გაიქცა, ცოტა ვიჩქარე სპეციალურად, იმიტომ რომ აი აქ ხესთან რო შეეტანა, მერე შანსი არ ქონდა რა, დიდი ალბათობით გაწყვეტავდა რა. ოპ. კაი ზომის კალმახი დაждდა პირდაპირ ჩქერში. რა კაი ზომა. ვაუ, სად არის ჩემი ის ჩოგამბადე, ჩოგამბადე მომძრა. ოპა. მოიცი, გაგიშვა, მოიცი. აუ, ჩოგამბადე მომძრობია. ჩოგამბადე მომძრა. GoPro ჭდება, გაიცი შოვეცა. მოკლედ სერიოზულად გადავჭი. ესე იგი გავტეხე ჯოხი. ჩემი საყვარლესი ჯოხი. რამე ცივი ღირებულება კი არ ქონდა, მაგრამ ძალიან მიყვარდა. თუმცა ამას გადვალანია გაახლებს. ახალი ვიღახით. დავკარგე ჩემი საყვარლესი ჩოგამბადე. დავსვენდი, ტელეფონი არ ვიცი ადრესია, არ ვნახულობ ჯერ, მოდია რაღაცა. მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რა ვიცი, მიხარია ძალიან კაი დღე გამოვიდა რა. საკმაოდ პროდუქტიული და რამე ვისწავლე რეალურად. ის რომ აუცილებელია ეკიპირება. აუცილებელია თანამგზავრი. ზოგადად. რომ დავაკვირდი, პატარა აფთიაქიც უნდა ქონდეს ყოველთვის თან. იმიტომ რომ როდესაც შავარდი წყალში, რაღაც დიდი ქვა იყო იმას თავი მაგრამ მივარდი. მაგრამ გადავჭი კატეხას. მოკლედ წავედით. მოვემზადოთ შემდეგი თევზაობისთვის. აბა დროებით.